გამარჯობა მეგობრებო, ჩავთო ჩუქი, ცოტა გავანათოთ. ესე იგი, დღეს გვექნება ფილმი ღორის განხილვა. ფილმი, ქართული ფილმი ღორი, YouTube-ზე მოძებნეთ ესე ქართული ფილმი ღორი, ანუ ღორი ფილმი, ესე ჩაწერეთ ქართულად YouTube-ზე და ამოგიგდებთ საათი და 20 წუთიანი ფილმია. შარშად მქონდა მე განხილვა. ამ ფილმის მცირედი განხილვა რაღაც ჩემი აზრები, მე რამდენჯერმე კიდევ ნახე, კიდე გადავხარშე და კიდე ბევრი რაღაც დავინახე ამ ფილმში და ზოგადად მქონდა დაგროვებული აზრები და თან კაკრას წამომეშველა ერთი კაი ადამიანი დააკომენტარა ამ წინა ესე იგი განხილვაზე და ესეთი კითხვა დასვა რა, რომ აი რა კითხვა დასვა წავიკითხო. ფილმი თვითონ კი კარგია, მაგრამ დასასრული ძალიან საინტერესოა. როცა ბაჩანა ბენზინ გასამართ სადგურზე იჯდა, უცბად ტრაილერიდან გადმოდის უცხო ადამიანი და მას თურქულად ელაპარაკება და ტრაილერში აყავს. ამ დროს ბაჩანა მას გაყვება და ტელეფონს იქვე ადგილზე ტოვებს და მთავრდება იმით, რომ ბაჩანა საზღვარ გამშვებ პუნქტზე ტრაილერებს წმინდავს. რას ფიქრობთ, რა შინაარსი დგას დასასრულში? ჯერ ესეთი მე მგონი საზღვარ გამშვები პუნქტი არ არის, კასპის ქარხანაა თუ რაღაც ეგეთი რა. ხო და ყოველ შემთხვევაში რაღაცა სატვირთოების და ტრაილერების და სატვირთო მანქანების გამწვევად რჩება იქ სამუშაოდ. ხო და მეთქი ხა არ გამოვიდოდა ესეთი ის იყო, რომ არ გამოვიდოდა ხა კომენტარით პასუხი და მეთქი ბარემ ვიდეოთ იგი პასუხებ თქვენ, იმიტომ რომ დამიგროვდა სათქმელი ამ ფილმთან დაკავშირებით და ხო და რა უნდა მეთქვა ერთი წამით ხო და ესე იგი ეს ბოლო მომენტი რა დასასრული თავიდან ვერ გავიგე, ცოტა ვერ გავიგე, ვერცმე გავიგე და მე რო გავიგე კაკრას უკვე კომენტარიც დამეწია და ამოვწერე დროები, მომენტები, დავაპაუზებ ახლა კადრებს და მე რაც დავინახე ამ ფილმში, ანუ ეს რა ალეგორიებია, რა და როგორ არის გადაღებული, ამას მოგიყვებით. ეს ფილმი არის შედევრი ჩვეულებრივად. რა თქმა უნდა, სამეთყოლო ენა იქ ძალიან ბინძურია, მაგრამ ეს ასახავს იმას, რაც დღევანდელობაშია. თუ იმას ეჭვი გეპარებათ, რომ ეგრე არ არის, ზოგიერთი TikTok ლაივი ჩართეთ და ზუსტად ეგეთი ლაპარაკები მიდის, უკვე სადღაც თუ ვერ წახვალ და ვერ ნახავ ვიღაცა ბიჭების ლაპარაკს, აგერ TikTok ლაივში შედი და ასეთი დიალოგები, ანუ ჩვენი რეალობაა ეს და ამიტომ ესე არის აღწერილი. ხო, ესე იგი დავიწყოთ თავიდან. კომენტარები ეწერა აქ, ესე იგი რა ეწერა კიდე. ხო, მოგე ბევრი კომენტარები წინა იმაზე შეგიძლიათ ნახოთ, დიდი არაფერი მოეწონა ძირითად ხალხს. ხო, ეხლა დავიწყოთ. ეხლა მე მეგობრებო დავაპაუზებ ხოლმე ძირითადად, ანუ ხო, ძირითადად კი არა, დაპაუზებული მექნება. აქ ჩემი არეული მაგი და არ გაგიკვირდეთ, აქ თან ხატავ თან რაღაცები. სამუშაო მაგი და არეულად არის. ხო, ანუ კადრებს ვერ გავუშვებ, იმიტომ რომ მონეტიზაცია გამეთიშება ვიდეოზე. აი ესე ქართული ფილმი ღორი, ფიქ, ნახეთ. ესე იგი, პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის, რომ სცენა იწყება, ეს სხვათაშორის ეს დასაწყისი სცენა არ ვიცი, მე თავიდან გამომრჩენია, ეხლა ვნახე რა საერთოდ, მაგრამ უნდა რა მნიშვნელობა აქვს. გამომპარვი ეტყობა ჩართულზე გამოვიარე და მე დავჯიხი სანახავად რა. აქ იწყება პირველ რიგში ის სცენა, ეს ბიჭი მახო თუ რა ქვია, ეს ძმები არიან მე მგონი, ეს ბიჭები იპარავენ რელსებს, მატარებლის რელსებს. ეხლა ამას აქ ეხლა ის არის რომ ეს მატარებლის რელსი რომ მოიპარეს, ამის გამო მიენიჭათ, ამის გამო აარტყეს პირობითი თუ უკვე პირობითი მირტყმული აქვთ და ანუ პირობითი სასჯელი უკვე მიღებული აქვთ და ვალების გამო იპარავენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს რა, მოგეთ ან ერთი ან მეორე. ყოველ შემთხვევაში უჭირთ და სხვას ვერაფერს ფიქრობენ და ესე ვთქვათ იპარავენ მატარებლის რელსებს. ხო, ძალიან ბუნებრივად და ძალიან მაგრად თამაშობენ ბიჭები, აი ძალიან დიდი რესპექტი ჩემგან რა, მართლა რა, რა ვიცი, ჩემი როგორც ერთი მაყურებლისგან, საღოლ ბიჭებო, აი მაგრად ითამაშეთ, სასწაული დონე დადეთ და საღოლ რეჟისორს და მთელ გადამღებ ჯგუფს რა.
და ეხლა ზოგადად იმას ვიტყვი რომ ამ განხილვას იმიტომ ვაკეთებ რომ არ უნდა დაიკარგოს ესეთი ფილმი რა და ხალხს რაღაცა ის არ ეგონოს რა სკოლის მოსწავლეების მიერ და სტუდენტების დონეზე ესე ვთქვათ სამოყვარულო მოკლემეტრაჟიანი ფილმი რო არ ეგონოთ და ეს რაღაც სათამაშო ეს არ არის დაფინანსებულია რისგან არის დაფინანსებული ბოლოში გაჩვენებთ ვინ დააფინანსა და ეს არის სერიოზული დრამატურგიული ნამუშევარი რა აი ძალიან სერიოზული შეიძლება ითქვას რომ კარგ ახანი ასეთი ფილმი არ გადაღებულა ხო მოკლედ ესე იგი აქ ესეთი სცენაა რომ თავისი სოფლიდან რაიონიდან ბაჩანა არის ეს ბიჭი არის ბაჩანა არის ესე იგი ნუ გამოდის რომ 18 წელს მიახლოვებული ან 18 წელს არის და ჩამოსულია კასპში არის ჩამოსული იმაზე რა ქვია შემოწმებაზე რა ქვია კომისიას გადის რა ჯარის შემოწმებაზე და მე აქ აჩვენებენ რომ მექიმი საბუთში უწერს რომ შეზღუდულია რაღაცითო და სამხედრო ანუ დაბრაკეს რა მოკლედ კომისიამ დაბრაკა რა აი ოღონდ ესე ჩაწყობების და ვიღაცების ჩარევის გარეშე პირდაპირ ანუ იქ რო კომისიაზე რო დაგბრაკავენ ჯარი გავლილი მაქვს ხალხმა და ისეთი დასაბრაკი ხალხი გამოუშვეს ჩვენთან ჯარში რომ აი არ ვიცი ერთ რო შეხედავდი ეგრევე რომ ანუ ფიზიკურათაც, ფსიქოლოგიურათაც ჩვენთან ყველა არ იგულისხმება იყო რამდენიმე ბიჭი 1-5-6 ბიჭი იყო ისეთი რომ იმათ ჯარში რა უნდათ მაგრამ ისინიც თუ არ წამოვიდოდნენ რა ვიცი აბა დეპუტატების შვილები იქ არ მოდიოდნენ და ხომ უნდა შეეცოთ ჯარი ამიტომ მოგეთ აქ არის ის ნაჩვენები რომ ზოგადად შეზღუდულია რომ დაწერეს ეს მართლა შეზღუდულად ითვლება რა ანუ შეზღუდულია ჯარი სამხედროსგანო და აი აქ რა წერია ექიმების ნაწერს რას გაიგებ რა აი ეს თვითონ კამერის მოძრაობაც კი აი ესე რომ მოძრაობს თვითონ კამერის მოძრაობაც კი ძალიან კარგად არის გაკეთებული გარაღა სტედიკამი არ ექნებოდა თუ რა მაგრამ ბუნებრივი ეფექტი აქვს მიცემული ამაზე რა თითქოს ვიღაცის ამბავს უყურებ რეალობას რა აი ამაზე გამეცინა ეს არის კასპის ავტოსადგურია და იმიტომ გამეცინა რომ ამ ავტოსადგურს ადამავიწყებს ჩემმა ერთ-ერთმა ყოფილმა ზუსტად ესე ჩამსვა აქ მარშრუტკაში და გამომაგდო კასპიდან ეგ იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა და დიდად ბაჩანასგან არ გამსხვავდები ძალიან პრიკოლია ოკეი ბაჩანას გზა გავლილი მაქვს რა მოგეთ ეს არის კასპის მარშრუტკების გასასვლელი რა აქედან თბილისში წახვალ ან რაიონებში და ნუ აქ ეხლა ჩანს რომ ესე იგი რომელიღაცა სოფლიდან არის ბაჩანა ჩამოსული და უნდა დაბრაკეს რა ჯარინა და მიდის უკან სახლში რა მოკლედ გზაში ზოგადად მარშრუტკები ესეთ გზებზე არ დადიან ეს აი გადაღებისთვის გამოიყენეს თორე აქ ერთი რომ მოწვიმოს აი ზუსტად ამ ტერიტორიაზე ნამყოფი ვართ ლაშქრობაზე წვიმის დროს და ნუ გამორიცხული აქ მანქანა ვერ გადაადგილდება მაგრამ მაგარ სამნიშვილობა აქვს ოღონდ შემთხვევაში ვითომ მიდის ესე ამ გზაზე მიდის ვითომ სათლად სოფელში მარშრუტკა და მარშრუტკა გაფუჭდება ეხლა ეს რაკურსი გადაღებულია ახლა როგორ იცით ანუ ძღოლის საქარებინი ანუ წინ იყურება რა მარშრუტკა კამერა იყურება წინ ანუ ეს გზა ჯერ არ გაუვლია და ძღოლი ეუბნება რომ ნაწილი ჩამოვარდაო პატარა რკინა არის იკარგება ხოლმე იმ რკინას თუ ვიპოვითო მოგეთ ეგრევე წავალთო და მომეხმარეთ ყველა მოვძებნოთ მანქანამ გამოიარა უკანა გზა რა მანქანამ უკანა გზა გამოიარა მაგრამ აი ესე უბრალოდ გზა რო გამოიარა ნაწილი თუ ჩამოვარდებოდა ნაწილი ხო უკან იქნება წინ რა უნდა ჯერ არ გაუვლია ეს ადგილი და ბაჩანა დგება და წინ მიდის ხო რა აქ უკვე ჩანს რომ მოგეთ ბაჩანა არის აუტისტური სპექტრით უნარ შეზღუდული ბიჭი რა აუტიზმის სპექტრი აქვს ესე რომ ვთქვათ რა ხო და აი აქ ახლა დავიწყოთ ახლა განხილვა მოკლედ აი აქ ბაჩანა ტრიალდება და მიდის ეხლა ეს რა სიმბოლო არის აი აქ რა სიმბოლო არის ნაჩვენები ზოგადად ადრეს ვთქვი და ეხლაც ვიტყვი კიდე რომ გინდა ნაწარმოებში გინდა ფილმში და ნებისმიერ რაღაცა შემოქმედებაში არის რასაც რეჟისორი დებს იდეას და ასევე არის თვითონ სცენა ან თვითონ ტექსტი თვითმყოფადი ანუ თვითონ სცენა ისე რომ შექმნილია კი არის რეჟისორის მიერ მაგრამ არის რაღაცები რაც რეჟისორს შეიძლება არ ქონდეს ჩადებული მაგრამ ეს ავტომატურად იგულისხმება რა მოკლედ აი ამ სცენაზე 6:30 თან დროებით მითითებული მაქვს წუთებს და იმას გეტყვით და მიხვდებით 6:30 ანუ ბაჩანა ადგება ცხოვრებისეული გზაზე დადგომის სიმბოლო რა
აი როგორც ზღაპრებში არის რომ აი ჩვენ ქართულ ზღაპრებში რომ აი მაგალითად ნაცერქექია და რაღაც პერსონაჟები ზურგზე რომ გადაიკიდებს ჯოხს და მიდის. ანუ ყოველთვის პერსონაჟი სადღაც მიდის. ანუ ცხოვრებისეულ რაღაც ბედუკრული განსაცდელებით სავსე გზას ადგება პერსონაჟი. და ასეც იწყება ბაჩანას მომენტში. ხო, აქ არ უნდა დაგვავიწყოს რომ ბაჩანა არის ჯარიდან დაბრაკული და ამაზე გეტყვით ბოლოს. აი ეს ეკალბარდებში უაზროდ ხეტიალი და ეკალბარდებში შესვლა არის ამ ქვეყნიური დაბრკოლებების ანუ ეკალბარდებში შესვლა არის ამ ქვეყნიური დაბრკოლებების სიმბოლო. აი დაბრკოლებებში და განსაცდელებში შედის ბაჩანა რა პერსონაჟი. აქ უკვე ეს ორი პერსონაჟი ხვდება ძმები, სადღაც ამათ სახ კარმიდამოსთან ჩაივლის ბაჩანას შემთხვევით და ან 11:40 აი ამ მომენტიდან ბაჩანა თავის გულუბრყვილობით შემხედრებს თხოვს გზის გაგნებაში დაეხმარონ. არა და რეალურად სწორ ადგილზე მოხვდა. ბაჩანა მოხვდა რეალურად სწორ ადგილზე. აქ მსახიობებზე არ არის საუბარი. თვითონ ესე იგი პერსონაჟები როგორც ქართულ ზღაპრებში არიან ხოლმე განასახიერებენ დევებს. ანუ წარმოიდგინეთ პარალელი რო გავავლოთ, ანუ როგორც ქართულ ზღაპრებში არიან დევები, პერსონაჟულ დატვირთვაზეა საუბარი, მსახიობებზე არ ვლაპარაკობ. ძალიან კაი ბიჭები არიან, მაგრამ თამაშობენ. ანუ ესენი არიან ჰაერის მცველი დემონები, იგივე რაც ქართულ ზღაპრებში დევების იდეაა. ეს დევები იცავენ ინფორმაციულ საგანძურს, რომელი ინფორმაციაში გავლის შემდეგაც ადამიანი ახლიდან იბადება. ეს დევების იდეა. ასევე ზღათაშორისო ვეფხისტყაოსანშიც ტყუილად არ არის მოცემული, რომ ტარიელი ამარცხებს დევებს და შემდგომ იმ გამოქვაბულს ეპატრონდება, სადაც დევები ბინადრობდნენ და ეს ვეფხისტყაოსანშია და ზღაპრები კიდე სავსე ამ დევების იდეით რა და ეს სიმბოლო, დევების სინამდვილეში ადრე გოლიათები იყვნენ, მაგრამ რაღაც მახინჯი გოლიათებიც იყვნენ კიდე პლუს რაღაც ეგეთი. ყოველ შემთხვევაში ესენი არიან ისინი და ტარიელიც იქ რა ხდება, რომ ტარიელიც თავიდან იბადება იმ გამოქვაბულში რა, ზუსტად ეგრეა. აქ მთავარი პერსონაჟი ხვდება გზად დევებს, რომლებიც ინფორმაციას იცავენ, რაღაცა ინფორმაციას და ისინი ამ ინფორმაციას შენ მოგცემენ იმ შემთხვევაში თუ შენთვის შენზე განკუთვნილ განსაცდელს თუ გაივლი ამ ცხოვრებისეულს რა. 20:40 ახლა ფილმი დანარჩენი თქვენ თვითონ ნახეთ. მიტოვებული სახლია რაღაცა, აი ესე რა, მიტოვებული სახლი რა, კარმიდამო რაც ძალიან ბევრს ჩვენ სოფლებში ესე გვაქვს. მე პირადად აი სოფელში მქონდა ესე ზუსტად ესეთი მიტოვებული კარმიდამო უპატრონო, რაღაცა ოჯახმა ვერ უპატრონა გარკვეული მიზოზების გამო, მე დავშალეთ ეს სახლი და არავის მე ვაპირებ ახალი ავაშენო. იმიტომ რომ საცხოვრებლად აღარ გამოდგებოდა და იმდენად ეს კედლები და ზუსტად აი ეხა შპალერი თითქმის ესეთი ნახატები იყო და იმდენად ნაცნობია ეს კედლები და ძველი კარადები ჩემთვის რა ვერ წარმოიდგენთ რა. ხო და მოკლედ აი აქ 20:40 ბაჩანას სტრესისგან კანკალებს რა და იწყება ბაჩანას ტრანსფორმაცია. ანუ აქ არის აღწერილი, ესე იგი, აქ არის აღწერილი და ნაჩვენები 30:50, აი 30:50. აქ არის ნაჩვენები ამ სცენაში და მთლიანად ამ ფილმში ის, რომ ჩვენი ქვეყნის ცხოვრების აი ტემპი რა, ანუ ქალაქში დუღს ცხოვრობა და დანარჩენი ქვეყანა მკვდარია. და აქ არის ის ნაჩვენები, რომ სოფელში საერთოდ არაფერი აღარ ხდება, მაქსიმუმ ვინმე თუ მოკვდება და მე გასვენებაში მიდის ამ იზმა მახო. 32:13 ბაჩანა მოდუნდა, ბედს მიენდო და ბრძოლა შეწყვიტა. აი გახსოვთ ცნობიერების 5 თუ 8 დონე რო დავდე ვიდეო. როდესაც ადამიანი ყველაზე დაბალი ცნობიერების დონეზე თავის თავს ებრძვის. ბაჩანა ამ დონიდან გამოდის და წყვეტს თავის თავთან ბრძოლას, დუნდება. ანუ აღარ აკეთებს აღარაფერს, სოციალურ თამაშებს ეთიშება, ფეხებზე იკიდებს ყველაფერს და ბაჩანა იწყებს მატრიციდან გამოსვლას. ანუ მძევლად არის აყვანილი, მაგრამ ეგეც კი ფეხებზე კიდია და ამით ის ძლიერდება. 34:40 ჯაჭვით ხომ მიაბებს რაღაც საარაყი ქვაბზე, სასაცილოა ხო, სატირალი რო არ იყოს. 34:40 და მე ის მახო ეუბნება რომ არა მომიყვანო მათ თუ სად არის ხო, ქვევით უნდა დაიძინოს თუ გვერდზე სადღაც რა და არ შემომიყვანო ოთახში არ ახრიგინო ჯაჭვები თორე დაგლეწა ვიცოდეო რა და იმ მიდგომით რითაც ეს ბიჭები ბაჩანას აშინებენ ეს ისედაც მისი ყოველდღიურობა იყო. ანუ ეს იყო ბაჩანას ყოველდღიურობა იყო და ეს ბაჩანასთვის ნაცნობი სიტუაციაა.
და ძალიან ბევრი ბავშვი არის ესეთ სტრესში და ბულინგში გაზრდილი რა. აქ არის ნაჩვენები ეს რა, აუტისტური სპექტრიც არასწორი აღზრდის შედეგად არის და ნუ ეხლა ჩვენ პლუს აქ აცრებზე რო ვლაპარაკობ, ძირითადად აცრების ბრალია, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარი იმაზე, რომ გაჭირვებულად აუტისტური სპექტრით, იმიტომაც დარჩა უნარშეზღუდული რა. აი ესე ვთქვათ, გაჭირვებაში და ესე იგი მოულელობის გამო ძირითადად ბულინგში გაზრდის გამო, ანუ გონება დაქვეითებულია რა. ძალიან საინტერესო სცენა არის მწვანელის კრეფის სცენა. ამიტომ გეუბნებით, რომ ეხა როგორ რამე ეცით მე ფილმების ძალიან აი შემიძლია ვთქვა, რომ YouTube-ზე ყველაზე რთული ფილმების ყველაზე რთულ განხილვებს უყურებ და ტვინი მე მეჭყლიტება ხოლმე, რასაც ქვია და აი არ ვიცი როგორ ამ კინემატოგრაფიულ მთელ ამ სქემებს როგორ შიფრავენ ეს ბიჭები, ეს სცენარისტები YouTube-ზე რეები ხდება. ანუ ამით მე გავავარჯიშე ტვინი და უკვე ვხედავ ისეთ რამეებს ფილმებში, რასაც უბრალოდ მაყურებელი ვერ ხედავს. აი არის რა, აქ არის ესე იგი მწვანილის კრეფის სცენა და შეხედეთ ეს რომელია 36-50 წლების წინ დათესილი მწვანილი. ვისაც ბოსტანი ჰქონია, ან ბოსტანთან მცირე შეხება მაინც ჰქონია, მიხვდება რომ აი ბალახსა გადავლილი და ბალახებში არის ამოსული მწვანილი, ცოტა კიტრი, ცოტა რაღაცეები. ეს შეიძლება ბებიამისმა ჩათესა წინა ჩამოსვლაზე გაზაფხულზე, მაგრამ რაღაცა კიტრი და 1-2 პომიდორი, რომელიც 1-2 ძირი, რომელიც შემორჩა, მაგრამ თვითონ მწვანილი არის ეგრე, რომ ზოგი ჯიში არის, რომ ჩათესავ და მე ყოველ წელს თავისით ამოდის. ჩემთანაც ახლა ერთ-ორ ადგილზე თავისით ამოვა რა. პლუს თავიდანაც დავთესავ. ან ბალახებში ამოდის, ეს ამათი დათესილი ნამდვილად არ არის. ბალახებში არის ბიჭების დათესილი არ არის. ბალახებში ამოდის წლების წინ დათესილი მწვანილი. ძალიან მიტოვებული კარმიდამოს სიმბოლოა ესეც. 38:00. ანუ აქ უკვე ბაჩანამ თავი უკვე სტუმრად იგრძნო რა. საერთოდ ჯაჭვით მიმული რო არ დაავიწყდა. იქ სათვალე მოირიგო, რაღაცებს იქექება, ერთობა არახა დრო გაყავს, რა გაკეთოს. ან თავი იგრძნო სტუმრად რა. 42-35. დამიტო შეჩემაო და ჯერ ყვავი ჩამოჯდება სიგარეტი იგულისხმობ, ჯერ ყვავი ჩამოჯდებაო. წერასან და ჯერ ყვავი ჩამოჯდება რა იყო, სახმალავთ ხوار გინდაო. ანუ ეს არის ესე ვთქვათ ბიჭების თანამედროვე ქუჩაში და ესეთი საღადაო ტერმინები, რომლებიც ძალიან სწორად აქვს დაჯენილი რა რეჟისორს და სცენარის ავტორს, ესე იგი ლიკლიკაძეს საყოლ რა. ჯერ ყვავი ჩამოჯდება რა თქინდაო, ნუ გადორბლე ისაო სიგარეტი ნაპასის დარტყმა და ასე შემდგომ. ეხა იმერეთში მე ბიჭები პლანს რო ეწეოდნენ ხოლმე, ეხა მე არასდროს არ მომიწევია პირადად და ერთი-ორჯერ გავყოლილი ვარ ხოლმე და უყურებდი როგორ იხჩობოდნენ რა. მეთქი რა სიამოვნებას ხედავენ ამაში, კვდებიან ხველებით, ამაში მეთქი თუ სიამოვნებაა თქო და რაზე მომფ რომ ეს ზუსტად ასეთი სცენები იყო ხოლმე, პლანის მოწევის სცენები, მიმიკები, ჟესტები, ან ლაპარაკის მანერა ზუსტად ერთ-ერთია რა. ძალიან მაგრად არის ნაჩვენები. ეს არის გასვენებაში წასასვლელად გაზმანვის სცენარი იდეალური. ეს სუფთა ტიპიური აქ ახლა სოფელზე არ არის ლაპარაკი, თვითონ ქალაქშიც ხდება ხოლმე. ტიპიური პერსონაჟის ხასიათია რა. აი ტიპიური როგორი მომენტია, ანუ მამაკაცები, ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც რავი ზოგი 2 კვირა ზოგს 2 კვირა რო არ უბანავია. აი აქ არის ნაჩვენები რომ თავდასაბანი და ანუ აქ პერსონაჟზეა საუბარი, ხა მსახიობზე არ გეგონოთ. კაი ბიჭები არიან კიდევ ერთხელ, ცუდად არავინ გაიგოს. აქ არის თვითონ როლზე და პერსონაჟზე და მოქმედებაზე. ნაჩვენები რა არის? სიუჟეტი რომ აი არიან ეგეთი ტიპები მართლა რომ დასაბანი აქვს თავი ყველაფერი, მაგრამ ანუ აყროლებული კი არ არის, დასაბანია პროსტა რა. ან მუშაობის შემდგომ შეუძლიათ ხოლმე რომ ისე გამოიცვალონ და გამოიწყიპონ, რომ რავი, შენ რო ნაბანავები ხარ, შენზე უფრო კარგ ფორმაში შეიძლება იყოს. ესე აი სცენარი იდეალურად ნაჩვენები, როგორ ანუ ტიპი ფეთხუმად ეცვა, იგორავა იქ სადღაც რაღაცა პლანი მოწია იქ, მაგრამ ფეთხუმად ეცვა, დასაბანია, თავიც დასაბანი აქვს, თავზე გადაისვა ხელი, დაიფერთხა ეს და ეს კიდე პლუს თან ეს შავი ტასაცმელი და ტუფლები სულ ყველგან რო აქვს, მზადა აქვს ყოველთვის, გატოვები არიან ყოველთვის, რა გასვენებაში წასასვლელად, გაიფრიალა ლაკის ტუფლები და წავიდა გასვენებაში. ეს სცენა რო ჩაირთო, ანუ რამდენი ვიხარხარა იცით? ესე იგი რომელია ეს 54-50 ტიპები ქალაქობანას თამაშობენ, სუფთა ტრაგიკომედია რა. ესე იგი ქალაქობანას ეთამაშებიან ერთმანეთს, ასასწაულე იმდენი ვიცინე, ანუ აი როცა სიცილი მინდა ამ ფილმს ვთავ ხოლმე რა. ტიპა გაჭედა იმა გადაობა დაუწყო იმან ბაჩანა და შენ ძალიან თავისუფლებაში ხო არ მოხვედი? ხო 56-04
აქ არის ესე იგი სცენა, სადაც კინგლების გუნდი, ესე სადამთხვის ეს სადაიჭირეს ეს კინგლების გუნდი რო გადაიღოთ, მაგარია. კინგლების და ბუზები არ არის, კინგლების გუნდია და უყურებს რა, უსაქმრობისგან არ იცის რა აკეთოს. ბუზებს აი როგორც ლუარსაბ თათქარიძე კაცია ადამიანში, ლუარსაბ თათქარიძე ბუზებს ითვლის ჭერში, აი ესე კინგლებს უყურებს რა, გაშტერებული უყურებს რა, უბრალოდ ბუზებს ითვლის რა კინგლებს. 56-33 ცხოვრებაზე გაბოროტებული ქვებს ისვრის უაზროდ და იგინება. ბოზების დედა და იგინება, აი უაზროდ, ანუ ეს არის როგორც ადამიანები, რომლებსაც ცხოვრება არ გააჩნიათ საერთოდ რა, ეს არის ნაჩვენები. აქ რა პირობებში ძინავს, აი ისი გულისხმობა, რომ დიდად არცახში დაუძინია უკეთეს პირობებში რა. მე აქ არის ნაჩვენები, ესე იგი ეს იზმრება ბაჩანას სიზმარი რა, როგორ ბავშვობაში როგორ დარბოდა თავისი ღორი და ეს ერთად რა, როგორ თამაშობდნენ რა. კარგად არის ეს სიზმარიც გადაღებული, უხმოა სიზმარიდან, ესეც აღსანიშნავია. და ბაჩა ანუ ეს ღორი ესე იგი რომელიც უნდა გაყიდონ, ანუ იქ მშობლები ეტყვიან რომ ღორს რო დაურეკავენ ეს ბძევლები რომ ბძევლები კი არა გამტაცებლები ესე რომ ვთქვათ პირობითად რომ ანუ თუ გინდა თქვენი შვილი გამოუშვეთო 300 ლარი მოიტანეთო და იმათ ფული არა აქვთ, ფულს ვერ შეულობენ და ბოლოს ეუნებიან რომ ჯერ ეუნებიან ღორი უნდა გავყიდო. ხო და ბაზარში კვირას არის ბაზარიო, ანუ ხო სხვათა შორის კვირაობით არის ბაზარი კასპში, რომელიც სოფელი იყო ესე იგი ჩაჩუბეთამდე. მოგეთ იქ მეტეხი ერთაწმინდაში რა, სადღაც ერთაწმინდაში თუ ერთაწმინდის გვერდზე რომელიღაც სოფელია, ექსკურსიაზე რო ვიყავით, დრისის ციხეზე ვიყავით წასული და იქ კვირაობით ბაზარია ხოლმე მართლა რა. აი ამიტომ არის საქართველოში მოგზაურობა დიდ ცოდნას აძლევს ადამიანს. მე მაგათ ვინ იცის ახლა, ვინც კასპელი, ვინც არ არის, არავინ არ იცის, რომ ახლა კვირაობით იქ ბაზარია მართლა. და იქ მე ღორის ერთი ბარკალი ვიყიდეთ და მწვადი შევწვით, დრისის ციხეზე ვიყავით წასული. ეს იყო 2013 წელი, ხო, თუ 14, მე მგონი 13, ხო და. ხო და კვირას არის ბაზარიო და საბოლოო ჯამში ბაჩანა აქ 1-5 დღე ჩერდება, 4 თუ 5 დღე ხა დამეზარა არ დამითვლია ზუსტად, მაგრამ 1-4-5 დღე ჩერდება ამ ესე ვთქვათ ძევლის პოზიციაში და ნუ მე ბოლოს ეუნებიან მაშინ თუ ესე გეჩქარებათ მაშინ ღორი წაიყვანეთო რა და რა ჩემ იმათ მინდა ღორიო გაგიჟებულია მე ეს ბიჭი ღორს რა ჩემ ფეხება რა უყო ამ ღორსო ხო არ გაგიჟდით თქვენ და მე ძმა ეღადავება რომ რა გინდა კაიო ჩამოვატყავებთო და რაღაცა ერთი გზაბნეული ბიჭების ცხოვრებაზეა რა ორი ის და მესამე ეს კიდე რა ხო და აქ არის ნაჩვენები ის რომ ბაჩანას სიზმარი არის სიმბოლო იმის რომ ბაჩანასი და ამ ღორის ეს ღორი ახლა ბაჩანას დროინდელი ღორი არ იქნებოდა მაგრამ მნიშვნელობა მაგას არ აქვს პირველი იყო თუ მეორე ყოველ შემთხვევაში ბავშვობაში ღორთან ერთად თამაშობდა და იზრდებოდა და აქ არის ნაჩვენები ის რომ საქართველოში ბაჩანასაც და ღორს ერთი ფასი აქვს რა ანუ ადამიანებს ერთი ფასი აქვს ანუ ღორის ფასი აქვს ადამიანებს რა ვინც არ არის სოციალურად მაღალ ფენაში დანარჩენები დაბალ ფენაში ვინც ვართ ჩვენ აი თითქოს და გაჭურების დონეა აქ ნაჩვენები რომ ადამიანი და ღორის ფასი არის ერთი რა აი ეს არის ნათქვამი ამ სიზმრით 1 საათი და 9 წუთი მახოს ურეკავს ბებიამისი რომ ვარდიკოთ რაღაცა ქვია მოვდივარო გზაში ვარო და სოფელში ბრუნდება და ხა იმან რა იცის აქ რა ხდება და მოგეთ წამოაგდებს იმას რომ ბებია ბრუნდება რა ესე რომ ვთქვათ ბებიას შვილები არიან და ბებიას ვერ გადაახტებიან თავზე რა შეიძლება ბაჩანა აიყვანონ მძევლად, მაგრამ ახლა ბებიას ვერ გადაახტებიან თავზე, ეს ქართული სიტუაცია. ამაზე გააკეთეს იმაზე TikTok-ზე მაგარი გადაობა მიმები რა. ანუ ხა საღადაო არაფერია, მაგრამ ნუ ისეთ ბიჭი ამოჭრეს ეს კადრები და მომენტიო, როდესაც შესმშობლებსო ექსკურსიაზე მისატანი აქვს, ექსკურსიის ფული აქვს მისატანიო და ექსკურსიაზე არ მიყავხარო, გაგდებენო მასწავლებლებიო და შეიძლება მოიტანს მაინც ფულს. ფულს მოიტანენო ჩემი მშობლებიო რა, იქნება. ხო, აქ ახლა არის ნაჩვენები 1-10-50 ცნობიერების საკმაოდ დაბალი დონე. ბაჩანა ვერ აღიქვავს არსებულ სიტუაციას. იძახის ფულს მოიტანენო რა, ფულს მოიტანსო. ხო, ანუ ეს იმიტომ ხდება რომ აუტისტური სპექტრისაა და ვერ აღიქვავს სიტუაციას ბიჭი რა ხდება ბოლომდე რა, ვერ გაანალიზა კიდე ბოლომდე.
1:11:50 ხიძე გარბის უკვე მე მათ დედააგინა და გამოაგდეს და თქვენი დედაო და გამოეკინა და მოკლედ გამორბის. ბაჩანა იმ რეალობიდან გარბის ბაჩანა იმ რეალობიდან გარბის სადაც აქამდე უწევდა ცხოვრება. ანუ ამ ბიჭებისგან კი არ გარბის. ეს არის სიმბოლური ნაჩვენები ის რომ ბაჩანა გარბის იმ რეალობიდან სადაც აქამდე ამდენი წელი 18 წელი ცხოვრობდა რა. ამ ბიჭებთან მოხვედრა იყო თან მისი ჩვეულებრივი რეჟიმი, მაგრამ თითქოს ჩვეულებრივი დღე, მაგრამ თან გამოღვიძება, თან დანახვა იმ რეალობის რა წუმპეშიც ის ცხოვრობდა, ესე ვთქვათ რა. ასე იგი გარბის აქამდე სადაც უწევდა ცხოვრება აქამდე რა და ანუ გარბის არა დამტყვევებელი ბიჭებისგან, არამედ მატრიციდან გარბის. ანუ ბაჩანა დაკაცდა, აქ უკვე ბაჩანა დაკაცდა. ანუ მენტალურად დაკაცდა, ეს იგულისხმება რა. 1:13:36. აი. ბაჩანა ტელეფონს აღარ პასუხობს, მას ოჯახი აღარ ჰყავს. ის იბადება ახლიდან. ბაჩანა აქ ტოვებს თავის წარსულ ვერსიას. ის ქვეცნობიერად მიხვდა, რომ მას და მის ღორს ამ ქვეყანაში ერთი ფასი აქვთ. ბაჩანა ახალ ცხოვრებას იწყებს. ბაჩანა თავს აღწევს ლიმბოს, ლიმბოდან გამოდის ბაჩანა. ძალიან მაგარი სცენაა ეს, როდესაც უკვე ტელეფონი ააწყო, აი აქ დებს ტელეფონი და მშობლები ურეკავენ რა, მაგრამ და აღარ პასუხობს ბაჩანა, იმიტომ რომ მშობლები აი აქ უკვე გააცნობიერა ის რომ ნაწილობრივ მაინც რომ ანუ მშობლებმა ვერაფერი ვერ გააკეთეს, უნდა ეკნათ, არ უნდა ეკნათ, აქ ამაზე არ არის ლაპარაკი, მე უკეთესად ვიზავდი თუ ვერ ვიზავდი, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. აქ არის ფაქტი ის რომ ბაჩანა მის ოჯახისთვის ანუ არაფერი არ არის რა. ეს იგივეა რაც ადრე ესე თქვა ოფიციალური ისტორიის წყაროების მიხედვით როგორც იყო რომ ტყვეებად რო ყიდნენ ხოლმე რა, ეს როგორც არაფერი არ იყო რომ ქართული ბავშვების ტყვეებად თურქეთში გაყიდვა. აი ეს თან საინტერესო ის უკაკრას თურქი მოდის, მე მგონი თურქია ხო? ძღოლი. აი თითქოს აი წაასხა რა, აი როგორც ტყვედ წაასხა თითქოსო ტყვედ რო წაასხავდნენ ლეკები ბავშვებს, ესე მიყავს ამ ძღოლსაც რა. მაგრამ აქ ის არის თავარი რომ ამ თავისი ნებით მიდის ბაჩანა, იმიტომ რომ თავის წულილ ადგილს ვეღარ ხედავს თავის ოჯახში, იმიტომ რომ მან ოჯახი დაკარგა. მან დაინახა რომ ოჯახისთვის ის და თავისი ღორი ერთი ფასი აქვს, ანუ ერთი ფასი აქვს, ალბათ მიხვდით რასაც ვამბობ რა. ეს არის ბაჩანას ტრაგედია და ბაჩანა უკან იყურება ერთხელ, მხოლოდ გამოხედავს ზარს და აღარ პასუხობს ტელეფონს, იმიტომ რომ მას თავის ოჯახთან საერთო აღარაფერი აღარ აქვს რა. ამით ის არის ნაჩვენები, რომ ბაჩანა კი დაიბრაკა, მაგრამ ზოგადად ცხოვრებაში მე ყოველთვის ესე ვამბობ ხოლმე, რომ შეიძლება ჯარიდან დაგბრაკონ ნებით თუ უნებლიეთ, განსაკუთრებით სპეციალურად თუ თავს დააბრაკინებ და ჯარს თავს აარიდებ ადამიანი, შენ ეს მატრიცა და ცხოვრება და ეს სისტემა ჯარს მაინც გაგატარებს. ის განსაცდელები რაც შენ ჯარში უნდა გაგევლო და დავაშკაცებულიყავი, ის განსაცდელები წლებზე გადანაწილდება და შენ ცხოვრებაში მაინც შეგხვდება. ანუ შენ სისტემას ვერ მოატყუებ, შანსი არ არის. და ამ განსაცდელებს შენ მაინც გაევლი. და ზუსტად აქაც ესე ხდება, ხა ბაჩანას არავინ არ მოუტყუებია დაბრაკეს თავისით, მაგრამ აქ არის ნაჩვენები ის რომ შენ თავზე რო არიდე, ბაჩანა მაინც გაიარა რაღაცა ერთ კვირაში, მაგრამ საერთო ჯამში რო დაამრგვალო, 1-5 დღე იქ იყო დატყვევებული, ერთ კვირაში გაიარა ის, რაც წელწადნახევრიან სავალდებულო ჯარში უნდა გაევლო რა და მენტალურად ბაჩანა დავაშკაცდა. ხო, და ხო, იმის თქმა, რისი თქმა უნდა, ხო, რო გავცეთ პასუხი, ესე იგი, პასუხი რო გავცეთ კომენტარის ავტორს, უკვე გავეცი პასუხი, როდესაც ესე თქვა, იქ ტელეფონს რო უყურებდა მაგით და საბოლოო ჯამში მაგას ვაკეთებთ, რომ რატო აღარ ბრუნდება, მაგას ვამბობთ, რომ რატომ აღარ ბრუნდება ბაჩანას სახში. აქ სავარაუდოდ კასპის ცემენტის თუ რაღაცის ქარხანა არის ეს სატვირთოები და იმ თურქმა ნახა ვიღაცა უპატრონო ბიჭი სახეზე ეტყობოდა რომ ვიღაცა უპატრონო იყო, წამოიყვანა, იქ კონტეინერები აქვს რაღაცა და აცხოვრებდა იქ და ეტყოდა იმუშავე ორ საჭმელს შეაჭმევდნენ და 2 კაპიკს მიცემდნენ რა. და ესე ვთქვათ უფასო თითქმის უფასო მუშახელი წამოიყვანა, დაითრია რა და რაღაცებს შავ საქმეებს გააკეთებინებს ბაჩანას. მეც მიმუშავე ესეთ შავ საქმეებზე და ყველა გადის ცხოვრებაში ასეთ ეტაპს. ხო და ბაჩანა აღარ ბრუნდება რა. ბაჩანას ამ დედამიწაზე ბაჩანას აღარავინ აღარ აყავს. საკუთარი თავის გარდა. ზუსტად
როდის ვისაუბრე, გუშინ თუ წინა ვიდეოში ვისაუბრე ზუსტად მაგაზე, რომ ადამიანი როდესაც გამოიღვიძებს და ხვდება რომ მატრიცაში თავარი მოთამაშე ის არის და იწყებს თამაშს, მან იცის რომ დედამიწაზე მას თავისი საკუთარი თავის გარდა აღარავინ არ ყავს. თუმცა ბაჩანას აღარავინ აღარ აყავს. ბაჩანამ ოჯახი დაკარგა და ოჯახმა დაკარგა ბაჩანა, იმიტომ რომ ამ ფაქტმა, ესე ვთქვათ, გარდატეხა მოახდინა მათ ცხოვრებაში. რომ ბაჩანამ ვეღარ დაინახა თავის თავი ოჯახში, რაღაცზე უნდა მიბრუნებულიყო, 300 ლარი ვერ მოუგროვეს, ესე ვთქვათ, ეს არ ამბობს, არ ლაპარაკობს, მაგრამ იგულისხმება რა 300 ლარი ვერ მოაგროვა ოჯახმა, შეიძლება ყველას უჭირს და ვერ ესესხებინათ და ასე შემდგომ, მაგრამ ვერაფერი ვერ გააკეთეს იმისათვის, რომ ელემენტარულად ბაჩანას დახმარებოდნენ რა, ყველაზე გასაჭირ მომენტში. ამიტომაც ბაჩანა აღარ ბრუნდება, სპეციალურად აღარ ბრუნდება. ბაჩანას ცხოვრებაში გაჩნდა თავისი პირადი ცხოვრების გზა, თავისი რეალობის შემქმნელი გახდა ის, თუნდაც ესე უბრალო მუშაობით რაღაც ტრაილერების იმას გაწმინდავს ფანჯრებს, მაგრამ ბაჩანას ყავს ახლა თავისი თავი და ის აღარც აუტიზმის სპექტრით არის დაავადებული, აღარაფრით აღარ არის დაავადებული და ბაჩანა ჩათვალეთ რომ აი ამის მერე ეს პერსონაჟის გზა უკეთესობისკენ წავიდოდა და ძალიან კარგ ცხოვრებასაც მოიწყობდა. ამით ვამთავრებ ვიდეოს.